ძალიან დიდი მადლობა სიმღერისა ცეკვის ანსამბლი ნართები და დღევანდელი ჩემი ვთქვათ ბლოკი ეძღვნება ოსურ ხალხურ სიმღერას და ქორეოგრაფიას. არაჩვეულებრივი სტუმრები მყავს, არაჩვეულებრივი ანსამბლი. ბატონი დავით ელბაქიძე, მისი ვთქვათ ლოტმარი, შეიძლება ასე ითქვას და ყველასთვის ცნობილი და ესეთი საუკეთესო შემსრულებელი ჩვენი განსაკუთრებით ოსური ცეკვისა, ბატონი ომარ ხუბაევი. მოგესალმებით ბატონო ომარ, როგორ ბრძანდებით? ბატონო დავით, უღრმესი მადლობა რომ მობრძანდით და ძალიან კარგ საქმეს აკეთებს თქვენი ანსამბლი, იმიტომ რომ იცით რა არის გარკვეული მისია იმისა, რომ თქვენმა ანსამბლმა გააცოცხლოს და შეინარჩუნოს ოსური ხალხური სიმღერები და ცეკვები, ხო? რაც ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენი ანსამბლისთვის, ხო? აი რომ მითხრათ მისიაზე, ბატონო ომარ, ანსამბლის, აი დიდი პასუხისმგებლობაა, ხო, თქვენი ანსამბლის არსებობა? ნუ თავდაპირველად ანსამბლი რო შეიქმნა, უბრალოდ უნდა შექმნილიყო, იდეა იყო ჩადებული ესეთი, რომ ოსურ ქართული. ეს არის სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასთან არსებული ანსამბლი. სან არსებული, კი. და თავდაპირველად იყო აი ესეთი იდეა ჩადებული ანსამბლში, რომ უნდა ყოფილიყო ოსურ ქართული რეპერტუარი, რაც გაკეთდა და აგერ ახლა ნახავთ, მოისმენთ ოსური სიმღერები, ოსური ცეკვები, ქართული სიმღერები, ქართული ცეკვები. ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რამ, აი ჩვენს წამყვანებსაც რო უთხრა, იცით რამ სიამოვნებს, რომ დღეს საქართველოში ძალიან ბევრი ანსამბლი გაჩნდა, ახალგაზრდების განსაკუთრებით, რომლებიც ოსურ და აფხაზურ სიმღერებს ბღერიან და ეს ყველაფერი არ იკარგება საქართველოში და ძალიან ბევრი საინტერესო გამოცემები კეთდება, მათ შორის ოსური და აფხაზური. ერთ-ერთი ბატონ დავით საქ წამოღებული ერთ-ერთი გამოცემა, რომელიც გამოიცა მაშინ, როდესაც მე ვიყავი ცენტრის დირექტორი, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის. ეს არის ოსური ხალხური სიმღერები, რომელიც არის აღდგენილი ხელნაწერებიდან, მათ შორის აქ არის დიმიტრი არაყიშვილის ხელნაწერებიც, ხო ბატონო დავით? აბა რო გითხრათ და მე აქ დისკი, რომელიც თქვენ ხელთ გიჭირავთ, ანსამბლმა ნართებმა გააცოცხლა ეს სიმღერები, ფაქტობრივად აღადგინა, ხო? ვიტყოდი იმას, რომ უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა მინდა ბატონო გიორგი. ისარგებლა შემთხვევით გადაგიხადოთ ესეთი თანაგრძნობისათვის და რომ გაგვიკეთოთ ოსური სიმღერები და არა მარტო საქმეა ეს ძალიან. კი და აი თქვენ წარმოიდგინეთ, არა მარტო აქ 60 დისკი მაქვს ცხინვალში გაგზავნილი და ოსურ რადიოში ტრიალებს ეს დისკი. ეგეთი. ფანტასტიკური. და წიგნებიც გაგზავნილი და კიდევ გავაგზავნე. და სხვათა შორის უნდა აღნიშნოთ, რომ ბორის გალაევის წიგნისა, ხალხური ოსური ხალხური სიმღერების შემდეგ არ გამოსულა აი ესეთი კარგი წიგნი. არც ვლადიკაუკაში და
არც სამხრეთ ოსეთში, ეგრეთ წოდებული. ასე რომ ეს არის პირველი ეს კიდე ერთხელ იმის მტკიცებაა, რომ ჩვენ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ოსური კულტურა, აფხაზური კულტურა და აი ამ ღირებულებების, ასე ვთქვათ, შენარჩუნება და გამოცემა, ხო? იმიტომ რომ ჩვენი არქივები ძალიან დიდარია. ეხლა ბოლო ხანს მე გამოვეცი ჩემ ჯგუფთან ერთად აფხაზური სიმღერები, იმიტომ რომ აფხაზეთში და სოხუმში აღარ არის არქივი, ომის პერიოდში დაიწვა და ჩვენთან ძალიან ბევრი სიმღერები ინახებოდა, რომლებიც ასევე ეს დისკები აფხაზეთში გააგზავნეს. ეს არის ძალიან კარგი მესიჯი ჩვენი მხრიდან, რომ ჩვენ მათი კულტურა გვაინტერესებს. და კულტურა და ხელოვნება ეს არის საუკეთესო ენა ურთიერთობისთვის და აბსოლუტურად. და მე მინდა ერთი რამ თქვა და მაყურებელს უთხრა, რომ ეს ანსამბლი აკეთებს ძალიან დიდ ქართულ საქმეს. შემიძლია პირდაპირ გითხრათ, იმიტომ რომ ამ ანსამბლის არარსებობა გამოიწვევდა იმას, რომ ამ დოზით ოსური ხალხური სიმღერის შენარჩუნება და ცეკვისა და პოპულარიზაცია შემდგომ ეს იქნებოდა ძალიან რთული და მე მინდა თქვენ დიდი მადლობა გადაგიხადოთ, მე მინდა ყველა იმ ადამიანს მადლობა გადავხადო, ვინც მონაწილეობა მიიღო თქვენი ანსამბლის შექმნაში. და როგორც ვიცი, კონცერტი გაქვთ ამ დღეებში, ხო? 5 დეკემბერს არის კონცერტი არტ-ჰოლში. მოგძანდით გეპატიჟების ჩვენ მე აუცილებლად მოვადა ჩვენ საოცრად გეწევით ყველას და ესე იგი რაც ყველაზე მთავარია ხო თქვენ მითხარით რომ თქვენ არა მარტო ოსური სიმღერები გაქვთ არამედ კავკასიური რეპერტუარია ხო თქვენ ასე ვთქვათ საერთო რეპერტუარში კი ასე არის ცეკვაც არის კავკასიური სიმღერებიც გვაქვს და რაც მთავარია იდეა კიდევ ესეთი იყო რომ ანსამბლი რო შეიქმნებოდა ეს ოსურ ქართული ხო ჩვენ შეგვეძლო უკვე მოწვევა ჩიქ ცხინვალიდანაც მოცეკვავები. კიდევაც იყვნენ, აი ერთი წლის უკან იყვნენ ცხინვალიდან 3 მოცეკვავე გამოსული, მოსინჯეს მაინც, აბა როგორი. და იცეკვეს კიდევაც იყვნენ კარგახანს, მაგრამ მე არ ქონდათ პირობები საცხოვრებელი რაღაცა და ისევ წავიდნენ, მაგრამ აი ეს იდეა არის და იქნება და აი ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენ, რომ მოვიწვიოთ ხალხი, ამაზე კარგი რა უნდა გააკეთდეს აი ამ დღევანდელ პირობებში რომ აი თუ კი შერიგების პროცესია თუ კი კულტურა არის საუკეთესო აღდგენა ნდობის აღდგენა აი ამაზე უკეთესი რა იქნება ნამდვილად არა და მე მინდა ბატონო დათო ერთი სიმღერა შეგვისურვოს თქვენმა ანსამბლმა ოსური სიმღერა ხო ეს თქვენ საიდან გაქვთ დასწავლილი და რა სიმღერა რო მითხრათ ჩემი მუშაობის პერიოდში სამხრეთ ოსეთის ანსამბლ სიმში მაშინ გავაკეთეთ ეს სიმღერა, ეს არის საზეიმო სიმღერა, სრულდება ოსური ქორწილის დროს, აი, როდესაც სტუმრები მოდიან. აჰა. აი, ეგეთი სიმღერა. მაყრის დახვედრა. ერთგვარი მაყრულია, ხო? ერთგვარი მაყრული. აბა? სინარაცადი მაცალერცადი დიდი მადლობა და სოლისტის გვარდასახელი გითხარით რომ შოთა დარბოაშვილი. ძალიან საინტერესო. მე მინდა მუსიკოსებს მივესალმო აუცილებლად და აი ეს თეთრი წვერი ჩუაში ზის უსაყვარლესი და გენიოსი კაცი. ბატონი თენგიზ გოგო. კი, მე მინდა მას მოვესიყვარულო და ის არის ძალიან დიდი მუსიკოსი, ძალიან დიდი შემსრულებელი და მე ძალიან გამიხარდა რომ თქვენთან დავინახე. ძალიან მიყვარხართ.
უდიდეს საქმეებს აკეთებს და ძალიან ბევრ ისეთ ანსამბლში მოღვაწეობდა და მისი გაკეთებულია ძალიან ბევრი მელოდია და მე მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ და ყველას მოგეფეროთ. მე მინდა ერთი რამ აღვნიშნო, სანამ ჩვენ მე მინდა ცეკვაც ერთი შევთავაზოთ და გაემზადოთ მხოლოდ მოცეკვავეებს. რაც შეეხება აი სად მუშაობთ? ეს თქვენი ასე ვთქვათ ბაზა სად არის ახლა? ეს ამაზე რომ ბაზა თავიდან ანსამბლი რო დაარსდა, თავიდან ქონდა ბაზა სუხიშვილების სტუდია იმაშია დიდუბეში რომ არის, იქ ქონდა ცოტა ხანს, მე პროფკავშირების სასახლეშიც ვიყავით და ეხლა ამჟამად არის არტხოლში ბაზა იქ გავს, არენდით ვიღებთ ამ ადგილს და აი ეს არის საკუთარი ბაზა არ გავგას. არა გაქვს საკუთარი. მე იმედი ვარ საკუთარი ბაზა მე გექნებათ იმ ადგილას სადაც როდესაც ყველა ერთად დაბრუნდებით და ვთქვათ კი არა და შევრიგდებით შეიძლება ასე ითქვას, ხო? და კიდე მაინტერესებს ერთი რამ, რომ რამდენად ხშირია რეპეტიციები და რამდენად მუშაობთ იგივე ახალი რეპერტუარის აღდგენაზე, შესწავლაზე. ბატონ დავით, თქვენც რო გითხართ ბატონ მომავაცო თქვას. მუშაობთ ყოველ დღე, თითქმის ყოველ დღე კვირაში. აქვე ვახსენებ გოგიტა თათულაშვილი, გოგიტა თათულაშვილი არის სამხატვრო ხელმძღვანელი დირექტორი, დღეს გარკვეული მიზეზების გამო აქვს. კი ბატონო. და მუშაობთ ყოველ დღე, ანსამბლი არ ჩერდება, ყოველ დღე ახალ ძიებაში ვართ, ახალი ცეკვები, ახალი სიმღერები. და ნუ აი ესე ვატარებთ ჩვენ სამსახურს. ბატონ დავით, აი ძველი სიმღერების ასე ვთქვათ, აი სანოტო კრებული და გათოცხლება თუ ხდება ოსური სიმღერების, აი იგივე როგორც ამ დისკის შემთხვევაში მოხდა, ხო? ფაქტობრივად თქვენ ხელნაწერებიდან გააცოცხლეთ ეს სიმღერები, ანუ ამისი აუდიო ვერსიები არ არსებობდა, ხო? რაც ამ დისკზე ჩაიწერა ახლა. გარდა ამისა, მე მაქვს რეპერტუარში ოსური სიმღერები, რომლებიც აი ზეპირი ვიცი გადმოცემით. დიახ. ზეპირიდან. დიახ. ნოტები არ არის, მაგრამ ხალხ. თუ იცით თქვენ და საქმის სტუდენტები თუ არის ასეთი ტიპის ანსამბლი ცხინვალში. სიმღერის ცხინვალში არის CBD, ესე ქვია, ეს ძველი ანსამბლია. ეხლა რა მდგომარეობა იქ არ ვიცი, დიდი ხანი კონტაქტი არ აქვს. მდგომარეობა მე ვნახე 2015 წელს ჩატარებული მოსკოვში კონცერტი. აჰა. და ძალიან მაპატიონ, მაგრამ არ მომეწონა სიმღერები, იმიტომ რომ ჩემ დროს იყო შერეული გუნდი. კეჭაყმაძის კარგი იყო, არ გამეცნე თავიდან იმასაც კი ვამღერებდი. და დიდი რეპერტუარი მქონდა ქართული, შენ ხარ ვენახი, იმერული, გზავრული. და ამჟამად რო უყურე, იქიდან ჩემი დროს ვინც იყვნენ ბიჭები, ისინი ორიღა არიან. დანარჩენები არიან უცხოები და ის დონი აღარ არის, როგორც ადრე იყო. და ტრაბახით არ ვიტყვი, რომ მე მინდა რომ ცხინვალში გვიყურებენ ჩემი მეგობრები და ახლობლები და შეადარონ მოვიკითხოთ ცხინვალში ვინც გვიყურებს მოვიკითხოთ რუსთავი ორეთენან ცხინვალში ვინც გვიყურებს და ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ რუსთავი ორის ეთერის საშუალებით მოვახდინოთ როგორც ოსური ხალხური მუსიკის, ასევე აფხაზური ხალხური მუსიკის პოპულარიზაცია და მე ჩვენს ტელემაყურებელს ვირდები რომ აუცილებლად ერთი აფხაზური დღეც გვექნება ესეთი აუცილებლად ხო ჩვენ აფხაზებსაც მოვეფერებით და აქედან მოვიკითხავთ და მე ერთი სიურპრიზი მინდა დღეს შევთავაზო ჩვენს ტელემაყურებელს ვინც იცნობს ომარ ხუბაევს მას ეხსოვნება რომ ის არის უბადლო შემსრულებელი მოცეკვავე და ასევე ოსური ცეკვის საოცრება ჯადოქარია შეიძლება ასე ითქვას რა მე რო თხოვე რომ ხომ არ იცეკვეთ მეთქი მითხარ რომ იმდენი ხანია არ მიცეკვია რომ ახლა ვერავა მაგრამ ძალიან დიდი თხოვნით მინდა რომ მას უთხრა რომ დღეს იცეკოს ჩვენთვის მრავალი წლის მერე ბატონო კი ბატონო მაგრამ აქ ცერზე ვერ შევდგები აქ ცერის გარეშე მაშერის გარეშე ეგ ვიცით რომ ცერზე კარგად დგები კაი მაშინ აბა რა შევილია ვიცეკოთ და ნუ მაშინ სიმდი ვიცეკოთ და სიმში პატარა მონაკვეთს გაჩვედებთ ოსურ აბა მიდით თქვენს გარეშე ვერ გაგეშოთ აქედან აბა თუ შეიძლება თხოვთ შეიძლება
ბატონი ომარი, მოვიწიო და უღრმესი მადლობა დღევანდელი დღისთვის. დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა მოწვევისთვის, დიდი ძალიან მადლობა. დიდი მადლობა. მადლობა. შემდეგ პარასკევს შევხვდებით ჩემთან ერთად. შემდეგ ცეკვა ცერზე იქნებ ახლა. ველოდებით. ორ შაბათამდე ნახვამდის. ნახვამდის.